გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ მოგიკითხოთ. მოკლედ დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საინტერესო საკითხი. 10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობ. ეს ეხება როგორც ყველანაირ ურთიერთობას, ისე ქალ-ვაჟურ ურთიერთობას. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და ფიქრობთ თქვენი აზრი, რა თემები გაინტერესებთ. იცით რომ ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და შესაბამისად თავს მივცემ უფლებას რომ სწორედ ამ საკითხებს შევეხო. მოკლედ ხანდახან და ხშირად ადამიანები ვირჩევთ ხოლმე ილუზიებში ცხოვრებას. იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივია, იმიტომ რომ დაცვითი მექანიზმი გვერთვება, არ გვინდა შევხედოთ იმ რეალობას, რომელიც გვტკენს, რაც რა თქმა უნდა გასაგები ფაქტორია. თუმცა თუ გინდა თქვენ ცხოვრებაში რამე შეცვალოთ, მაშინ ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ, ხო? და მოდით გავიაროთ ეს საკითხები, თუ რა საკითხებია ეს. პირველი, როდესაც ადამიანმა იცის თუ თქვენ რა გაბედნიერებთ, რა განიჭებთ სიამოვნებას, ყველა დეტალი, ასე ვთქვათ, ხო? ყველა თუ არა რამოდენიმე მაინც და ადამიანი არ ცდილობს რომ გააკეთოს ეს ქმედებები, რომელიც თქვენ გაბედნიერებთ. თქვენ იმსჯელეთ და დაფიქრდით იმ ფაქტზე, რამდენად გიღირთ ამ ადამიანთან ყოფნა. იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რომ ადამიანს ვუყვარვართ, სიყვარული, ერთ-ერთი ის არის ის, რომ გულისხმობს უბრალოდ იმას, რომ ჩვენ გვინდა ხოლმე გავაბედნიეროთ მეორე ადამიანი, ვინც გვიყვარს, ვის მიმართაც რაიმე სიმპათია მაინც გვაქვს, ხო? და თუ ამას ეს ადამიანი არ აკეთებს კონკრეტული თქვენ შემთხვევაში ყველას თავისი აქვს, ყავს. მაშინ რამდენად ღირს ამ ადამიანთან გაჩერება და რამდენად ღირს ზოგადად ამში დროის ხარჯვა. თუ ამას ერთი არ აკეთებს, გამოჩნდება ის, ვინც გააკეთებს. ამიტომ დაფიქრდით. მეორე, ხშირად გვხვდება ხოლმე ღალატი, არა, აქ არსებითი მნიშვნელობა ქალის კაცის ღალატი ნებისმიერი. და ამ დროს ჩვენ როგორ ვიქცევით ხოლმე ადამიანები ვამბობთ ხოლმე რომ იცი რა არის ჩემში ხო არ არის პრობლემა. დამიჯერეთ, თქვენში არ არის პრობლემა. როდესაც ადამიანი მიდრეკილია ღალატის მიმართ, ის გააკეთებს ამას. და ეს მეტყველებს არა თქვენს ბრალეულობაზე, არამედ ის რომ უბრალოდ ადამიანი შეიძლება ეგოისტი იყოს, მხოლოდ თავის თავზე და თავის გრძნობებზე ფიქრობდეს. და მეორე ამბავი რომ ვერ მართავს საკუთარ თავს, ხო? და არც გეგმავს რომ მართოს რეალურად. შესაბამისად მის სუსტ ხასიათზე უფრო მიუთითებს, ვიდრე იმაზე რომ თქვენ ხართ რამეში დამნაშავე. შემდეგი მესამე არის ხშირად გვაქვს ეს მომენტი, რომ როდესაც ადამიანი უხეშად გვექცევა ხოლმე, 1000 მიზეზს მოუძებნით ხოლმე, რომ ვაიმე, აი იქნებ ნეტა, ალბათ, ხო? ხშირად და უფრო მეტად ქალებს გვახასიათებს ხოლმე ეს, მაგრამ ზოგადად ადამიანსაც აქვს ეს მომენტი, რომ იქნებ ესე, იქნებ აი დღეს მაგალითად დაღლილი იყო და იმიტომ, მაგრამ ეს რო სულ გრძელდება და ყოველთვის რო გამოსავალს და ალტერნატივას ფიქრობთ ხოლმე, რომ აი რაღაცა, ოღონდ იმას თვალი არ გავუსწოროთ, რომ არა, ეს ადამიანი ესეთია. და პლუს ამას როცა რამეს ეკითხებიდან ესაუბრები, გეუბნება რომ იცი რა მე ასეთი ვარ. დაფიქრდით, ანუ რამდენად გიღირთ ასეთ ადამიანთან ყოფნა. ხო? თქვენი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც არსებობს, არის დრო, ხო? ანუ დროის რესურსის რამდენად გიღირთ, რომ ეს დრო დაკარგოთ ამ ყველაფერში, ხო? როდესაც სხვა მრავალი ალტერნატივა არსებობს და თქვენი განვითარების სხვა მრავალი მიმართულება, ხო? შესაბამისად, თქვენზე ეს უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ, არ გიღირთ, გინდათ, არ გინდათ, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ აქედან გამოსვლა გინდათ, უნდა შეწყვიტოთ ამ ადამიანის ასეთი მიღება. ბრჭყალებში, როგორიც არის. მე აქ გულისხმობ სწორედ იმაზე, რომ მაგალითად, როდესაც უხეშად გექცევიან ძალიან და ძალიან უბედურად გრძნობთ თავს. მეოთხეს და მეხუთეს გავაერთიანებ და გეტყვით რატო. ანუ ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ჩვენ ხშირად გონია რომ აი გვეუბნებიან რომ მიყვარხარ, პატივს გცე და ასე შემდეგ. ლამაზ სიტყვებს. თუმცა ალბათ დამეთანხმებით იმაში რომ სიტყვა ქცევის გარეშე რამდენად სანდოა.
ადამიანის თუ როგორია ანუ როგორ არის განწყობილი ადამიანი თქვენს მიმართ, ეს ჩანს მის ქცევაში. შესაბამისად, იმ დონემდე უყვარხართ, იმ დონემდე პატივს გცემთ, როგორც განახებთ. ამიტომ ალტერნატივას ნუ გამოუნახავთ, ანუ არ თქვათ ალბათ იქნებ ნეტა რაღაც 1000 ილუზია იმისა, რომ რაღაცა სხვა ხდება და ეს სხვა რო არ ხდებოდეს, ესე არ იქნებოდა, ესე არ არის. მეექვსე აქ უფრო ზოგადად კიდევ ამახვილებ ზოგადად ადამიანებზე ვამბობ, მაგრამ ეს ცოტა უფრო მეტად პარტნიორულზე არის, რომ როდესაც ადამიანს უყვარხარ, ის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რაც შეუძლია, რომ თავი კარგად გაგრძნობიოს. აი ესეთ სიტყვაც არსებობს და მოვინიშნე და უნდა წავიკითხო, რომ კაცს როცა ქალი უყვარსო, მისთვის თებსაც გადადგავს ხო რა? ამიტომ თქვი რომ ცოტა პარტნიორული უფრო მეტად. თუმცა ყველა ადამიანს ეხება რა მაინც. ამიტომ თუ ადამიანს უყვარხართ ან პატივს გცემთ ან რაღაცა პოზიტიური განწყობა აქვს თქვენს მიმართ, ყოველთვის ეცდება რომ კარგად გაგრძნობინოთ თავი და თქვენთვის რამე გააკეთოს. მეშვიდე არის ის, რომ ხანდახან და ხშირად სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი დიდ ასაკში ისევ პატარა არის. და რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ ინფანტიურია და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ ის შევცვალოთ, დავეხმაროთ, როცა არ გთხოვენ მით უმეტეს და რაღაცა გავზარდოთ. ანუ გავხდეთ მისი დედა, მამა და ასე შემდეგ. განსაზღვრეთ ჯერ რა გინდათ სტატუსურად, ვინ იყოთ მის გვერდით. ეს ამნიშნულოვანია. მერე რამდენად გიღირთ, რომ დრო დაკარგოთ იმაში, რომ ვიღაც გაზარდოთ დიდი 40 წლის მაგალითად 30 წლის 25 წლის ნუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა თქვენ მივხვდით რის თქმაც მინდა ანუ ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ რომ თქვენ გადაწყვიტოთ ვერამე ვერ მოვა თქვენს ცხოვრებაში თქვენ ნაცვლად ვერ გადაწყვიტავს ამას ფაქტი ეს არის შემდეგი არის როდესაც ადამიანი გეუბნებათ რომ აი ესე აფანატებს, აი ესე უყვარს, რავი, გადარეულია თქვენზე და ასე შემდეგ. ყოველთვის ადამიანი ეცდება ეს განახოთ ქცევაში. ხო? რა თქმა უნდა, სიყვარულის აღქმა და გამოხატულება ყველა სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ თქვენ იცნობთ იმ ადამიანს, ხო, ვისთანაც ურთიერთობთ და ის გიცნობთ თქვენ. ამიტომ თქვენი საერთო სიყვარულის ენით მიხვდებით რამდენად ესადაგება მისი სიტყვები მის ქცევას. ძალიან ხშირად სამწუხაროდ არ ესადაგება. და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ რა. თუ თვალი არ გავუსწორეთ და კი პირველად რომ გავუსწორებ გეტკინება, მაგრამ შემდეგ პირველი და მთავარი ერთ-ერთი ძირეული არის გაცნობიერება, რომ ეხლა სად ვარ, რა მინდა, რას ვაკეთებ, როგორ მინდა ვმართო ჩემი ცხოვრება. შესაბამისად თუ გვინდა რომ ის იარა ასე ვთქვათ ხო ის ჭრილობა შეგვიხორცდეს და გამთლიანდეს და აღარ გვტკიოდეს იოდის დასაქმება უნდა ვისწავლოთ რომ გაიწმინდოს ბაქტერიები ხო ხვდებით რა შეესაბამება ამიტომ კარგად დაფიქრდით შემდეგი არის მეცხრე დიდი ალბათობით ხოლმე ძალიან იშვიათად ადამიანები სამწუხაროდ თუ თვითონ არ უნდათ, აი ძალიან სადავო საკითხია, რომ მეორე შანსის მიცემის დროს ის აუცილებლად გამოსწორდება, ხო? ხშირად როგორც ხდება ხოლმე, გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ხშირად როგორც ხდება ხოლმე, ნაკლებად თუ იცვლებიან, ნაკლებად. ანუ თუ იცვლებიან, შეიძლება შეიცვალოს, როცა თვითონ უნდა, მაგრამ ამას დიდი დრო უნდა მიხვდით და რამდენად გიღირთ რომ თავიდან მისცეთ შანსი, ხო? როდესაც ხედავთ რომ საერთოდ არაფერი არ იცვლება. ანუ ერთია რომ რაღაცა ხედავდეთ რომ რაღაცა იცვლება, მაგრამ როცა ხედავთ რომ არაფერი არ იცვლება. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ძირითადად ადამიანებმა იციან რატო აკეთებენ, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ. და ყოველთვის აქვს განსაზღვრული ის შედეგი და ის მიზეზი, რასაც მოიტანს მათი ქცევა. ანუ ის იმ ილუზიას ნუ შეიქმნით, რომ ადამიანები უბრალოდ აკეთებენ რაღაცას და არ აქვს განსაზღვრული
მოკლედ და არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ ადამიანებს არ აქვთ ეს განსაზღვრული, რომ თქვათ ეხა ესე რომ მოვიქცე, რა მოხდება, ხო? გულისხმობ მით უმეტეს ეს პარტნიორულ ურთიერთობაში და მით უმეტეს მამაკაცთან მიმართებაში, რომ ჩვენ გვაქვს ეს მომენტი, რომ იქნებ კიდე ბევრჯერ ვთქვი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ეს სიტყვები, იქნებ რატომ კი არა და იქნებ ნეტავ ალბათ ისევ და ისევ ვამართლებთ, ხო? ამიტომ იცოდეთ, რომ ყოველთვის წინასწარ აქვთ განსაზღვრული შედეგები, რაც მოყვება. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ რაღაცას რო გააკეთებს, შენ დაკარგავს და ის ამას აკეთებს, ის უკვე წინასწარ ირჩევს ამას. მეათე არის ის, რომ ხანდახან რაღაცები რო გვინდა ხოლმე, გვეუბნებიან, რომ იცი რა, შენ ძალიან ზედმეტ სითხო. ძალიან ზედმეტი გინდა. ვისთვის როგორ არის ზედმეტი, ხო, ვისთვის რა არის ზედმეტი. შესაბამისად ამისა, ისევ და ისევ, თუ ვიღაცისთვის ერთი რაღაცა ზედმეტია, მეორესთვის ნორმა იქნება. ამიტომ აზრი აქვს, რომ შეაკლავთავი ვიღაცას? არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით არ აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიერო ის მომენტი, რომ შენ ზედმეტს კი არ ითხოვ, შენ ითხოვ არასწორი ადამიანისგან. არა იმ ადამიანისგან, ვისაც ეს ნორმა არის. არამედ იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ეს არანორმალურია მაგალითად. კი ბატონო. და ძალიან მინდა დავამატო კიდე ერთი რაღაცა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვირჩევთ ხოლმე სამწუხაროდ და ვჩერდებით იქ წესითაც არ უნდა გავჩერდეთ. მაგალითად, სადაც ჩვენი ფასი არ იციან, ხო? შესაბამისად ამისა, ყველა ადამიანი არის უნიკალური, ყველა ადამიანი არის ძვირფასი. მათ შორის კონკრეტულად შენ ახლა ვინც მიყურებ და ყველა ჩვენთაგანი. შესაბამისად, არ ღირს დრო დაკარგო იმაში, რომ იქ ეცადო გამოაჩინო შენი თავი, სადაც ამის ფასი არ იციან, მიხვდით რა შეასაქმე. შესაბამისად, იყავით იქ, სადაც თქვენ გირჩევენ. არ გაჩერდეთ იქ, სადაც არ გირჩევენ. და თქვენ ან იზოლებული ხართ, რომ დარჩეთ, ან სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ, ან კომფორტის ზონად გადაგექცათ. არ ვიცი, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასე. სხვა ბევრი მიზეზის გამო, ხო? მაგრამ თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში შეცვალო რამე, წინ წასწიო და გააცნობიერო სად ხარ, რა გინდა ცხოვრებისგან ზოგადად, როგორი განვითარების პერსპექტივა გაქვს, ხო? იმიტომ როგორც თავშივე ვთქვი, ყველა ადამიანი არის უნიკალური და განსაკუთრებული. არ ღირს დრო დაკარგო იმაში, რომ მოერგო რაღაცას. იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს. შესაბამისად, დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი, რომელიც ძალიან მტკვიანურად, გონივრულად და კარგად უნდა შეაფასო და გამოიყენო. მოკლედ, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო დაგეხმარებათ, თუნდაც დაფიქრებაში, იმიტომ რომ დაფიქრება, გაცნობიერება ეს უკვე საქმის ნახევარია. პირველ რიგში ყოველთვის ეცადეთ პატივისცეთ საკუთარ თავს. თუ გინდათ, რომ ვიღაცამ პატივი გცეთ, უნდა აირჩიოთ საკუთარ თავის პატივისცემა. იმიტომ რომ ჩვენ ვანახებთ ადამიანებს, ჩვენ ვასწავლით ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცნენ ჩვენს მიმართ. ხო? როდესაც ჩვენ ვუტარებთ რაღაცებს ადამიანებს, ეს მათთვის უკვე კომფორტია, რომელზეც ძალიან იშვიათად თუ ვინმე იტყვის უარს, სამწუხაროდ, ხო? თუ ძალიან ცნობიერ დონეზე არ არის ადამიანი და თვითონ ხვდება, რომ აიცი რა არის ეს, იმიტომ კი არ ვაკეთებ ამას, რომ ვიღაცა სხვა რაღაცა, იმიტომ რომ მე არ მიხდება, ხო? ანუ ჩემს მეს ეს არ უხდება. ეს საკმაოდ სიღრმისეული მუშაობა არის და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო დაგეხმარებათ ამ ყველაფერში, რომ დაფიქრდეთ. მადლობა და შემდეგ ვიდეოებში შეხვდებით.